თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია როგორც სავაჭრო ურთიერთობების, ისე ტურიზმისა თუ ენერგეტიკის მიმართულებით. პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მხრივ რეკორდული წელი 2017 იყო, როცა თურქეთიდან საქართველოში 256 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. თუმცა გასულ წელს FDI 93.2 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ორივე ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში თურქი ინვესტორების ნაკლებობა იყო, მაგრამ ამ მიმართულებით პროცესები დაძრულია, განსაკუთრებით კი ენერგეტიკის სექტორში. ენერგეტიკის სექტორზე უკვე ინვესტორი არის და ახალი ინვესტიცია უნდა გააკეთოს საქართველოში, მზის ენერგეტიკის სფეროში და ქარის ელექტრიკის სფეროში. მე ფიქრობ 450 მილიონ დოლარის ინვესტიცია იქნება. თურქეთში Exim ჰოლდინგია, საქართველოში არის Ajara Energy. კახეთში იქნება ეს ახალი ინვესტიცია და უკვე მოლაპარაკება შედგა და მალე უკვე შემო ტექნიკა. თუ საექსპორტო ბაზრები არ იქნება დივერსიფიცირებული არ იქნება შესაძლებლობა მოხვედრის, ცხადია რომ აქ მერე მომავალში პრობლემა იქნება. თუკი თურქი ინვესტორები დაინახავენ, რომ პირობითად 700 მეგავატი 1 გიგავატამდე იზრდება ხაზი, ამ ხაზთან დაკავშირებით პრობლემა ექსპორტის ნაწილში არ არის და ასე შემდეგ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სექტორშიც მათი მხრიდან ინვესტიცია იქნება ძალიან მაღალი. თურქ ბიზნესმენებს ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში დიდი გამოცდილება აქვთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის, ლამაზი ქალაქებისთვის, შთამბეჭდავი ბუნებრივი გარემოსთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სწორედ ამ ინდუსტრიების ათვისება იქნება იდეალური ქართველი და თურქი ბიზნესმენებისთვის. ენერგეტიკის სექტორში მეზობელი ქვეყნიდან ინვესტიციების შემოდინების აუცილებლობაზე კი ვსაუბრობ, თუმცა თუ წარსულ გამოცდილებას გადავხედავთ, თურქული კომპანია ENKA, რომელიც საქართველოში 433 მეგავატის მოცულობის ნამახვან HES-ის მშენებლობას აპირებდა, საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავაში იყო და საქართველოს ასეულობით მილიონ დოლარსაც ედავება. კითხვაზე ხომ არ აქვს ENKA-ს ინვესტორის გამოცდილებას. გავლენა საქართველოში თურქი ბიზნესმენების განწყობაზე რესპონდენტები ასე გვპასუხობენ. დიდ ინვესტიციამდე საზოგადოებასთან ურთიერთობა საჭირო, რათა არავინ შეაწუხო, ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია. როდესაც იყენებ მათ მიწას, კარგი იქნება მათგან თანხმობა მიიღო და მხოლოდ შემდეგ გააგრძელო პროექტი. არ მგონია, რომ ENKA-ს რამის გაკეთება შეეძლო, მათი ბრალი არ არის. უბრალოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპონენტი არ იყო გამართული. მთავრობა ინვესტორებს დახმარებას უწევს, მაგრამ მეტი რისი გაკეთება შეუძლიათ. ეხმარებიან ინვესტორებისთვის დადებითი კლიმატია, ამიტომ მხოლოდ მათსა და საზოგადოებას შორის კარგი ურთიერთობის დამყარება საჭირო ინვესტიციის გასაგრძელებლად. ENKA-ს KP кейსი გარკვეული პერიოდი ალბათ მოქმედებდა, მაგრამ მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არ არის საზოგადო პრაქტიკა ურთიერთობის, ეს არის ერთი გამორჩეული, გამოკვეთილი და სრულად განსხვავებული შემთხვევა და მე მგონი, რომ ეს არ იქნება განზოგადებული ზოგადად ბიზნეს ურთიერთობებზე. კერძო სექტორში ინვესტიციების გასაზრდელად მთავრობის თურქულ მხარესთან კიდევ უფრო აქტიური კომუნიკაციის საჭიროებაზე მიანიშნებენ და კონკრეტულ მოსაგვარებელ საკითხებზე საუბრობენ. საქართველოში ბიზნესის მართვის წლების გამოცდილების მქონე ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ გადამზიდავ კომპანიებს პრობლემები აქვთ. ტრანზიტულ ტვირთებზე შეფერხებები ეგრეთ წოდებულ NCTS დეკლარაციის სავალდებულო გამოყენების წესის გამოგაჩნდა, რამაც საზღვარზე პროცედურები გაართულა და საქართველოში თურქული ტრაილერები დაგროვდა. სატრანსპორტო კომპანიებს აქვს რაღაცა პატარა პრობლემები საზღვრის გადაკვეთის დროს, რადგან საქართველოს გადავიდა ევროკავშირის ახალი რეგულაციების მიხედვით შედგენილი სისტემაზე, NCTS სისტემაზე. ამასთან დაკავშირებული პატარა პრობლემები არის. იწელება მანქანების ტრაილერების გაფორმების საკითხები. ამჟამად სარფის საბაჟოზე, აზერბაიჯანის საბაჟოზე დაახლოებით 2000-მდე თურქული კომპანიის 2000-მდე ტრაილერი არის თურქული კომპანიის ტრაილერები და ამ მანქანები, ამ ტრაილერები ელოდებიან ამ პრობლემების მოგვარებას. უფრო მეტი რომ ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში, უფრო მეტი გვინდა კომუნიკაცია მთავრობასგან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ანუ უფრო კონტაქტზე უნდა გამოვიდეთნა ერთმანეთში და ასეთი ფორუმები უნდა გაკეთესნა არა 5 წლის შემდეგ, უნდა იყოსნა წელიწადში ერთხელ. სავაჭრო ბრუნვის მონაცემებით თურქეთთან საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. 2024 წელს იმპორტი 2 მილიარდ 770 დოლარს შეადგენდა, რაც 2023 წლის იმპორტს 7.6%-ით აღემატებოდა. თურქეთიდან იმპორტის ძალიან დიდ ნაწილს დაფასუებული სამკურნალო საშუალებები იკავებს. რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან გასულ წელს 458 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წლიურად 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ექსპორტის დიდი წილი ფეროს შენადნობებზე მოდიოდა.